ეხლა მე მგონი მიტირება რომ ახსენდება ის შეგრძნებები ეს რომ გავიხვიძე სხვა ადამიანი არ ვიცი როგორ ხდება ხალხი ჩვენები შემდგომი დებრესია მასება ამ დროს ხალხს ანუ მაინც ინფორმაციას რატო კივის ხალი რატო გადადის ჭრი და ყველაფერს ვაწოდებდი რომ ეს თუმცა იმ ქალბატონებს ვინც მარტო ხელადედები არიან და იმ ქალბატონებს ვისაც არ ყავთ აი ძალიან კარგი საკითხი არის ეს ვუთხრათ რომ ეს ყველაფერი იდეალურად შეუძლია გაიარონ მარტო იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ღვთისგან უდიდესი ძალა მოცემული დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რაც დედობის ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი და განუყოფელი, მაგრამ ხშირად მოულოდნელობით სავსე ნაწილია ძუძუთი კვება. შეიძლება უკვე წაგიკითხავთ რეკომენდაციები, დაგეგმეთ როგორი უნდა ყოფილიყო ეს გზა, მაგრამ რეალობა ხშირად სხვა რამეს გვეუბნება. ტკივნეული ღამეები, გამოწველის უწყვეტი ციკლი, ჰორმონებით გამოწვეული ცრემლები და ის უცნაური შეგრძნება, რომ შენს სხეულს ახალ სახელს არქმევენ დედა. ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ იმ ყველაფერზე, რაც შეიძლება სიტყვებით ვერ გადმოსცე, მაგრამ ყველაფერი, რაც ძუძუთი კვებას ახლავს თან. ეს საუბარი არაა მხოლოდ რჩევებზე, ეს არის თანაგრძნობა და ხმა, რომელიც გვეუბნება, რაც არ უნდა რთული იყოს, შენ მარტო არ ხარ. ჩვენ სტუმართან ერთად ყვებით რეალურ ამბებს, გიზიარეთ გამოცდილებას და გთავაზობთ გზებს, რომ ეს ეტაპი უფრო მარტივი, მშვიდი და სასიამოვნო იყოს. დღეს გადაცემის სტუმარია გამოცდილი დედიკო ნანუკა გულუა. ნანუკა, მოგესალმებით და ჩვენთან რამოდენიმე შეკითხვა გვაქვს. პირველი ეტაპი და პირველი მიმართულება რაც არის, ეს არის ძესთან მიმართულებით ძუძუთი კვება, ესე ვთქვათ. და როდის დაიწყო შენთვის ძუძუთი კვების საკითხი დაინტერესება? მოგვიყვე ამის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ ვარ თქვენი სტუმარი. ძალიან მიყვარხარ, ჩემი უდიდესი სიმპათია შენ და გილოცავ ამ პოდკასტს და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან საჭირო იქნები ყველა დედისთვის და ესეთი პოდკასტი სადმე რომ მენახა, მეც უფრო მომზადებული ვიქნებოდი ამ ყველაფრისთვის. ვეცდებით რომ უფრო აქტიურები ვიყოთ. დიდი მადლობა. მე დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. პირველ შვილზე, ანუ ნინაზე ძუძუთი კვება არ გამომივიდა. ეს იყო მართლა ყველაზე მტანჯველი რამე, რაც შეიძლება ჩემს ცხოვრებაში გავიხსენო. ანუ ჩემი არასწორი წარმოდგენები მიუხედავად იმისა, რომ მეგონა რომ კარგად მომემზადე ამ საკითხისთვის, მაინც ძალიან მომზადებელი აღმოჩნდი. ძალიან გამიჭირდა და პრაქტიკულად ვერ შევწელი ერთი თვე ზუსტად ვაჭამე დამხმარე სილიკონებით, გამოწველით და ნუ მოკლედ არაორგანიზებულად ეს გამოწველაც და პრინციპში პირველად არ გამომივიდა ძუძუთი კვება და მეგონა რომ არც არასოდეს გამომივიდა და იმიტომ რომ წარმოუდგენელი რაღაცა იყო. ანუ შიში მაინც ქონდა რომ რაღაც მომენტში ვერ აჭმევდი ბავშვს ალბათ ამას არ ქონდა თუ როგორ სირ არის ძალიან მონდომებული ვიყავი და მართლა ბოლომდე ყველაფერი ჩავდი. ხომ იცი რომ მე ხა თანამედროვე ექიმები ყველა რეკომენდაციას გაძლევენ და ძალიან გვერდში გიდგანან რომ გამოგივიდეს ლაქტაცია. ბოლოს ექიმებიც მეუბნებოდნენ რომ ნუ იტანჯები, ანუ არ არის პრობლემა, გაჩერდი, ვერ შეძლებ და ესეთი რაღაცაც ხდება, იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენლად ვეცადე და არ გამომივიდა. ნუ მეორე ჯერზე უკვე იქუნა რომ გავაჩინე, მე საკეისროთი ვაჩენდა, მაშინ რაღაცა პერიოდის მერე მოდის რცეც, ანუ ეგრევე არ ხდება ეს ყველაფერი და ნუ რამდენიმე სადღაც 2 საათში რომ ჩამომიყვანეს იქუნა და ესე დამაწვინეს გულზე და მითხრეს რომ ძუძუთი უნდა ყვებო, ვუთხარი რომ არ გამომივიდა მე ძუძუთი ყვება, მე ვერ ვაჭმევ ძუძუთი და ნუ მოამზადეთ ფორმულად ეს. ნუ მაშინ გეწესო მაინც სანამ ფორმულას მოამზადებოდა ნუ აი ძალიან ესე გულდაწყვეტილი დავიწვინე კერძე იქურა და ცოტა ხანში ჩემი დაიყო ჩემთან ერთად. და ცოტა ხანში მესმის აი გადაყლაპვის ხმა. ვერაფერს ვერ მივხვდი საიდან მოდედეს გადაყლაპვის ხმა და ბავშვს რო დავხედე, ანუ არ ვიცი როგორ მოეჭიდა, არ ვიცი რა მოხდა. ეთყობა ისეთი სურვილი მქონდა და ისეთი რაღაცა გავიარე, რომ ბავშვმა თვითონ მოეჭიდა, ანუ პირველივე წამიდან და თვითონ დაიწყო ჭამა. ნუ გამოვიდა ეს ლაქტაცია, მაგრამ მაინც მეორე მკერდთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები მქონდა და სპეციალისტის ახონება დამჭირდა, რომელმაც ძალიან მარტივად გამატარა ის გზა, რომელზეც ძალიან ვიწვალე პირველ შემთხვევაში. ამიტომ თუ დახმარება დაგჭირდათ პროფესიონალის, არასოდეს უარი არ თქვათ ამ დახმარებას. ანუ რო აღვიხსნა და რო გვიამბო, ანუ როდის დაგჭირდა
ტუმბოს გამოყენება, ანუ გამოწველის საკითხზე, რომ გვესაუბრო აბუხსნათ ახალგაზრდა დედიკოებს. ანუ ნახე, როდესაც ბავშვმა ყვება დაიწყო, ძუძუთი ყვება რომ დაიწყო და უკვე შევუდექით ამ საკითხს. სხვათა შორის პირველს ერთი თვე ესე ძლივს ვაჭამე, მაგრამ მაშინაც გამჭირდა, იმიტომ რომ რო იყვებებოდა ძუძუთი, ხვდებოდი რომ დაცარიელებული არ იყო და მაწუხებდა. ძალიან ბევრი რძე მქონდა, რომ ისთვის სწორად ვამბობ ამ გამოთქმას და მჭირდებოდა ამისთვის, ანუ რომ ყვებავდი ერთი ძუძუთი, მეორეს უკვე თავისუფლებდი, ვინახავდი, ვყინავდი, ვაიმე რა კარგი პერიოდი ხა გამახსენდეს ყველაფერი და წინგელოდება კიდევ მეგოდება და იმედია გამომივა და სხვათა შორის ამ ჩემს ლაქტაციაზე ვამბობ ხოლმე რომ ესეთი ერთადერთი ხმარს მაქნას რომ მეტი არ იყო ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ასეთი რაღაცა არასწორი იუბორითა ხუმრობა გამომევიდა ჩემს ერთ გადაცემაში ლაქტაციასთან დაკავშირებით. მე მალევე მივხვდი და ვინანე და ამიხსნას რომ ესე ხუმრობა არ შეიძლება და იმის საზღაური მეგონა ის პირველი პანჯვა რომელიც არ გამომივიდა და მეორე ჯერზე გამომივიდა და ნუ ახლა უფრო მარტივი იქნება ესე მგონია. აუცილებლად გამოგივა თან ისეთი გამარტივებულია და იმდენად დახვეწილია ეს მიმართულება რომ ჯერა რომ ნამდვილად ნუ ეს საწოლე აპარატი ჩემთვის მარჯვენა ხელი არის პრინციპში. ზოგადად დგება ის მომენტი როდესაც ყველა მე ვიცი რომ ყველა ორსულს და ანუ აქვს ხოლმე ეს პერიოდი როდესაც აი უკვე თვეები ემატებათ რაღაც დიდი თვეების ბოლოში რო არიან რაღაც აი სხეული რო ცვლილებებს იწყებს და აი ფიზიკურად რო სხვანაირი ხდება აი თან როგორ იყო ეს აი იცი როგორ გითხრა აი პირველი კვირეები როცა უკვე ეს იმშობია ბავშვი გააჩინა ეს სახში რო დაბრუნდია შენ სხეულს რო შეხედავ აი როგორი იყო შენთვის ეს პირველი კვირა სულ არ მე იმდენად კარგ ფორმაში ვარ ყველა ორს არ ვიცი პირველი ორსულობა ზოგადად ჩემს წონასთან დაკავშირებით მე ძალიან დიდი ომი მაქვს გამოვლილი ძალიან ჭარბწონიანი ვიყავი მე მთელი წლების განმავლობაში ვიომე და ბოლო მივედი იმ სილუეტამდე რომლითაც კმაყოფილი ვიყავი ოღონდ ხა ეგ სხვა თემა არის ძალიან დიდი სირთულე მაქვს გამოვლილი რომ ჩემი თავი და სილუეტი მომწონებოდა აი მოგვიყევი რას გრძნობდი როცა სარკეში ჩაიხედა ხო და ნახე ზუსტად ამას გეუბნები აი ამის მერე დავორსულდი მალევე და ისევ გავხდი იმ წონის, რომელსაც ვეომებოდი ამდენი ხანი, მაგრამ ანუ ჩემ თავსაც ვუთხარი, მალევე როცა განცდა მოვიდა და გამახსენდა ის ჭარბწონიანობასთან დაკავშირებით, როგორი შეგრძნებები მოდის ჩემს თავს ვუთხარი, რომ ამ ასაკში, როდესაც შეხარ ორსულად და ეს ყველაფერი ძალიან მალე მოვიდა ჩემს ცხოვრებაში, არ მქონდა უფლება რომ მეწუწუნა წონაზე და ფორმაზე. ამიტომ ძალიან რაციონალურად მივუდექი ამ საკითხს და ეს არის საკითხი, რომელიც არ მაღელობს ახლა უკვე მესამე შუს ველოდები და ნუ ისე მალე მოხდა ჩემს ცხოვრებაში ბავშვების გაჩენა, რომ გახდომა ვერ მოვასწარი და ჩემი თავის ისევ დაბრუნება, ასე ვთქვათ, ვერ მოვასწარი, მაგრამ საერთოდ არ ვნერვიულობ ამას, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ როცა გააჩენ ეგრევე იმ ფორმაში ვერ დგები ლაქტაციის დროს ზოგი ძალიან ხდება ზოგს შეიძლება წონა გაეყინოს და ვერ გახდეს მაგრამ ლაქტაციის მერე გახდები დაუბრუნდა ანუ 6 თვე 1 წელი საკუთარ თავს არ უნდა ეჭიდაო არ უნდა ტანჯო და ამ ბედნიერების საპირწონედ არ უნდა გახდე უბედური რომ რაღაცა ის ფორმა არ აქვს. ანუ ეგ არის ყველაზე ნაკლები პრობლემა და ამის დაბრუნებას ყოველთვის შევძლებთ როცა ანუ რა რჩევას მისცემდი იმ გოგონებს, ვინც აი მაგალითად ძალიან ეშინიათ ამ მიმართულებით, აი დაღლილობას გრძნობენ შიში აქვთ. აი რა რჩევას მისცემდი? ანუ მე ხა როგორც შენ გიცმენ და ეს დასკვნა გამოვიტანე, რომ შენ თავში იპოვე ეს პასუხი. მაგრამ ყოველას არ შეუძლია ზოგს უჭერს ამ პასუხის პოვნა. იმიტომ რომ არასწორი წარმოდგენები არსებობს, რომ აი მაშინ სამშობლოში დავტოვე წონა და ისე იმ ფორმაში გამოვედი, მე იმაზე უფრო გავხდი ერთ თვეში ვიდრე ვიყავი, ხო არიან ნუ ასეთი ადამიანები. შენ სექცევი ამის ეგავლენის ქვიშ და გონია რომ შენც ასეთი ხარ და ამ დროს იმას ჭარბწონიანი გამოდიხარ ვიდრე შეხვედი მე მგონი, იმიტომ რომ მე რომ შევდივარ მუცელი ეხა რამ ხალაც მოკ ლამის ესე გამოგ
მოდივარ და ეს იმხელა ანუ ეს მითია რო იძახიან რომ აი ძალიან ესე გამოვა. არა, ინდივიდუალურია და შეიძლება არ ხარ ის რაღაცა პროცენტი, რომელიც იქვე ტოვებს ან იქვე იკრებს თუ რაღაცას შვება და ანუ ისე უნდა მოეკიდო რომ ამას აუცილებლად დაძლევ დღეს თუ არა ხვალ და ზეგ თუ არა მაზეგ და ეს არ არის დაუძლეველი პრობლემა. ანუ მე ძალიან მინდა გავიაროთ ეს საკითხი, აი ემოციური ადაპტაცია, მარტოობის შეგრძნება, იყო თუ არა მომენტი, როცა ის საკუთარ თავს კითხე, რომ აი ეს არის ახლა ჩემი ცხოვრება, აი რაღაც ახალ ეტაპზე გადავენ, რაღაცა მსგავსი განცდები თუ გქონდა ამაზე. აი არ ვიცი გახსენებაც არ მინდა იმდენად უპრობლემო ორსულობა მაქვს იმდენად კარგი განწყობა მაქვს არანაირი შფოთი არ მაქვს არანაირი შეფერხება არ მაქვს ხო ხდებიან ჩვეულებრივად ვარ მობილური მუშაობ დაორბი ვარ ბოლო წუთამდე აქტიური ვარ ძალიან და უცებ რო გავაჩინე ბავშვი ისეთი თან საერთოდ არ ვიცი რა არის დეპრესია, არ ვიცი სირთულეები, ანუ ეგეთი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში არ მქონია. და უცებ ისეთი შეგრძნებები მოვიდა, რაც არასოდეს განმიცდეთ. ეს ამან გადამრია მართლა. შიში ის რომ ვერაფერს ვერ შევძლებ, ის რომ რატო ავიღე ამ ხელა პასუხისგებლობა, ეხლა მე მგონი მეტირება, რომ ახსენდება ის შეგრძნებები, რატო ავიღე ამ ხელა პასუხისგებლობა, მე როგორი დედა შეიძლება ვიყო, მტკივა და ბავშვს ვერ ვიყვან და ბავშვი გვერდით ოთახში რატო უნდა გაიყვანონ იქ სადაც ჩვეულებრივი ამბავია რომ ბავშვები გაყავთ და გეხმარებიან და იმიტომაც არიან ის ექთნები და ექიმები რომ შენ შეგიმსუბუქონ ის მდგომარეობა რომელიც არის რთული საკმაოდ ემოციური კი და პირველივე წამიდან ვერ იქნები იდეალური დედა და ანუ ეს შეგრძნებები არის დამანგრეველი თან ზუსტიკება თუ ვერ შეძელი ხო საერთოდ გონია რომ ანუ არაფერი არ გამოგივა და თან შიშები სტრესი ემოციები არ ვიცი აი რაღაცა ძალიან ცუდი შეგრძნებები რომელიც მე მოგვიყევი როგორი იყო პირველი ღამე ბავშვთან ერთად ეს რა უყურებდი შენი ემოციები რა გითხრა იმედენად ისე მახსოვს ეს ყველაფერი ბუნდურნად იმიტომ რომ ძალიან ცუდად გადავიტანე ეს მშობიარობის შემდგომი დეპრესია და იმდენად ბუნდურნად მახსოვს მაგრამ რა თქმა უნდა შეგრძნება რომ აი ხა აი ამ რაღაცა ღმერთის ნაჩუქარს დაუწრებას ან არ გავჭყლიტო ან ხოსუნთქავს ნუ ეს ხა რაც ყოველდღიურად აქ იგივე შეგრძნებები მეც მოკლედ აი ძალიან ისეთი ემოციური იყო შენთვის როგორც შენი საუბრიდან გავიგე და აი როგორ დაძლეო დეპრესიამ ყოფრის მერე რომ მოგვიყვა და გვიანბო ანუ მართლა ძალიან ბევრი ახალბედა დედის ტექსტი მოსმენილი მქონდა ამ მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე უბრალოდ არ ვიცი რატო არ ვიღიყურა ეს ყველაფერი რატომ მეგონა რომ მე არ დამემართებოდა ურთულესი პერიოდი დადგა ჩემს ცხოვრებაში ანუ ყველაზე მაშინ როცა უნდა ვიყო ყველაზე ბედნიერი შეგრძნება მქონდა რომ ვარ ანუ არ ვიცი სადღაც ცუდ ადგილას და ცუდ ფიქრებში არსებობს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ორი ფორმა ერთი რომელიც არის ძალიან მოკლე და მალევე გადის და მეორე რომელიც რთულდება და გაწვალებს და არასოდეს გადის ამიტომ ანუ ყველა გოგოს თუ ვინმეს მშობიარობის შემდგომი დეპრესია დაეწყება და მალევე არ გაუვლის ანუ ჩემი თხოვნაც იქნება და ჩემი რჩევაც რომ აუცილებლად მიმართონ სპეციალისტს და არ გაიწვალონ თავი. აი მე როგორც კი ეს შეგრძნებები გამეწყო, სამშობიაროდანვე მიწერე ჩემს მეგობრებს და ერთ-ერთს რუსკა მაყაშვილს, რომელსაც ვიცოდი რომ ეს გზაგავლილი ქონდა და მან ისაუბრა ხმამაღლა რამდენიმე გადაცემაში ამის შესახებ, მითხრა სპეციალისტის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და მე უკვე დავრეკე, ჩავეწერა. მე მზად ვიყავი რომ მეორე დღესვე წავსულიყო. მეორე დღეს რო გავიღვიძე სხვა ადამიანი ვარ. როდის გახდა აქტუალური შენთვის ლაქტაციის ანუ უფრო უსწრად გამოწვევის საკითხი რა რადგან ხშირად არის ხოლმე შემთხვევები ჩვენ წერენ ხოლმე გვიკომენტარებენ რომ აი ძალიან ბევრი აქვთ აი რას მიმართონ როგორ გამოიყენონან და პატარა რჩევა რომ მიცეთ ამ მიმართულებითაც ჯერ ვინც მუშაობს დედები და ვინც უნდა სამსახურში გავიდნენ მათთვის არის იდეალური იქ იმიტომ რომ სანამ სახლში ხარ და სანამ გაქეს ფუფუნება რომ იყო შენ შულთან ერთად ამ პერიოდში გაქვს ლაქტაციის გახამგრძლივების იდეალური შანსი იმით რომ შეინახო შენი რძე ეს აკაცლებს ამის საშუალებას რომ საკმაოდ ბევრი საშუალება
იმისი, რომ მსგავს მიმართულებით შეინახონ და საკმაოდ დიდი ხანით ძლევს მე როგორც ვიცი. კი, მას თავის შენახვის წესები აქვს, ის უკვე ყველგან ხელმისაწვდომია, არსებობს შესაფუთები იდეალური, რომელიც აი ჰაერის შეპარვის გარეშე ინახავს რძეს, ყინავა მრძეს და მე უკვე აი, რავი, ძალიან დიდხანს გაქვს რძე, რომელიც შეიძლება რომ შენი არ ყოფნის დროსაც გაალხონ და გამოიყენონ და ამ პროცესს გიხანგრძლივებს ძალიან. ანუ შენ პირადად თუ გამოგიყენები, ანუ ელექტროსაწოლს იყენები ძირითადად, აი, ვინ ისიც რო გითხრა, რომ აი, შენით მოიძეს ინფორმაცია მიმგირჩია, საიდან გაარკვიე, რომ პირობითად ეს ელექტროსაწოლი გამოგადგებოდა და კარგი იყო შენთვის? კი, ანუ მირჩიეს, სანამ დავიწყებდი ლაქტაციის პროცესს, წავიკითხე კიდევაც შემა მეგობრებმაც მითხრეს, შემომთავაზეს და ასე შემდეგ მაჩვენებლებიც რომელი უკეთესია, რომელი გამოცდილია, რომელია კარგი. არჩევანი მექანიკურზეც გააკეთე თუ ელექტროზე თუ ორივე ერთ-ერთი არის? მექანიკური არ მიცდია, ახლა აუცილებლად ვცდი მექანიკურს, ელექტრო მქონდა მხოლოდ და ეს რაღაცა ისეთი რუტინა იყო სასიამოვნო. ძუძუთი კვების შემდგომ უკვე ელექტრო საწოლს ვიყენებდი, სწორად ქვია თუ როგორ ქვია ელექტრო? კი, ელექტრო საწოლი ესე ქვია. კი, ესე ქვია და მას ვიყენებდი და ვინახავდი ეს რძეს და როცა არ ვიყავი და უკან გადაღებები დამეწყო მალევე გავედი სამსახურში, უკვე საკვები ბავშვისთვის ასე ვთქვათ მარაგებული მქონდა. ანუ რამე სირთულეებს თუ შეიძლება გადააწყდეს დედა ამ მიმართულებით, ამ ელექტროს გამოყენების დროს, ან თუნდაც ხელის წოლის გამოყენების. აი შენ თუ პირობითად გქონია მსგავსი სირთულეები, აი რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს? მხოლოდ ელექტროზე შემიძლია თქვა, იმიტომ რომ მექანიკური არ მიხმარია და მსმენია მის შესახებაც, მაგრამ არა. სირთულე პრაქტიკულად არ არის პირიქით. შენ მხსნელია პირველივე წამიდან, თუ განთავისუფლებს, რომ რაღაცნაირი იმტკივრის და იმ დისკომფორტის შეგრძნებას გიხსნის და თუ სწორად აკეთებ ამ ყველაფერს და აქვს იმას თავისი ინსტრუქცია, რომ რაღაცა ძლიერად არ უნდა გააკეთო, რაღაცა რომელ პერიოდში, რომელ მკერდზე და როგორ უნდა გააკეთო, ეს ყველაფერი აგრეთვე ხელმისაწვდომია და აუცილებლად უნდა წაიკითხონ გოგონებმა და მოიძიონ და ზაპირიქით მხსნელია და დამხმარეა და რა ვიცი, მისი ხმა ეხაც ჩამესმის, რომ ვლაპარაკობს, ეს ხმა ესეც უმა. მოკლედ, ანუ ყველანაირად ვიცით, რომ ანუ დედა ჩართულია ბავშვის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ხა დედას ყველაზე ახლო ემოციური კავშირი აქვს შულთან, მაგრამ მოდით, ანუ ეს მამის როლი, მამის ჩართულობაც დავანახოთ რა როგორ ანანათა შენ შენი მაგალითით მოგვიყვე, პირობითად როგორ განვითარდა აი ბავშვის გაჩენის შემდეგ თქვენი აი ურთიერთობა, ემოციები და ასე შემდეგ. ზოგადად აი ამ ზემოთხსენებული დეპრესიის დროსაც, მაშინ როცა ყველაზე მეტად გიჭირს, მე პირადად ჩემი მეუღლე ჰაერივით მჭირდება მაშინ. მინდა რომ უბრალოდ აი იქვე იყოს, ჩემს გვერდით იყოს, მითხრას რომ ყველაფერი გაივლის, ყველაზე ლამაზი ხარ, ყველაზე კარგი ხარ, ყველაფერს შეძლებ, ყოჩაღ რა კარგად გამოგივიდა. აი მისი გვერდში დგომა არის უკვე 80% სირთულის დაძლევის. მართლა ესე არის, ანუ გვერდით, როდესაც ყავს ადამიანი, რომელიც გეხმარება ამ ყველაფრის დაძლევაში და იზიარებს შენს სირთულეებს, იქ ჩვენად ასე სირთულე გვაქვს და ამ ყველაფრის გადატანა უწევს შენს გვერდით მყოფ ადამიანს. და მე პირადად ძალიან მადლობელი ვარ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრ რაღაცას გაუძლო, ანუ 90 გრადუსის შეცვლილი, უცებ რაღაცა ისეთი ბედნიერებას რო ასხივებს და ძალიან ხალისიანი მეუღლიდან მიიღო უცებ აი ესეთი თმებით მომტირალი და დემოტივირებული ქალი, რომელიც დაუბრუნა თავის თავს, კახას მადლიერი ვარ. რაც შეეხება ბავშვის აღზრდას და ბავშვის რუტინაში ჩართვას, აქ არ არსებობს დედა და მამამ დამეხმარა. ანუ აქ არც ერთი ეხმარება, ეს არის ორივეს ბედნიერება, ორივეს საზრუნავი, ორივეს მოსავლელი და
ჩვენ თანაც ეგრე არის. ვის რა და როგორც მოუხერხდება, ისე უკეთებს თავის შულს მაქსიმალურად. თუ მე ვარ, მე ვცვლის აფენს და მე ვბან თუ კახარი, კახაც იგივენაირად აკეთებს ყველაფერს, ერთადერთი ძუძუთი ყვებას ვერ აკეთებს, მაგრამ ბოთლით გადასარევად გამოსდის. ჯერ არა დაუტოვებდი გამზადებულს. იცოდა გავღობაც, გაკეთებაც ყველაფერი და ხამე პრინციპში კახამე მასვენებდა და მანძინებდა და ხამე ბოთლით და ბავშვი და ღამის ლაქტაცია პრინციპში იყო კახა და ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ეს მეუღლე იქნება და იქნება დედა იქნება თუ ვინ იქნება უღუნდის წინადადება არ თქვას რომ რა დროს დეპრესია და რაში ყველაზე ბედნიერი ახლა უნდა იყო და რა დროს დეპრესია ოღონდ ეგ წინადადება არ გაიგო მაშინ ანალიზი და სამთავარია რომ მაშინ გითხრა რომ აბა რა ვიცით როგორი მაგარი გოგო ხარ რა სირთულე გაიარე მაგრამ აქ ვართ და შენს გვერდით ვარ და ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ და დაგეხმარებით სწორედ ეს არის რომ ანუ ახალგაზრდა დედიკოებო თქვენ მარტო ნამდვილად არ ხართ თქვენ გვერდში ყავს ძალიან საყვარელი ახლა ადამიანები და გამოიყენეს მაქსიმალურად მათი დახმარება. აუცილებლად არ თქვა თუ არის მე ჩემით, ანუ არა, ისინიც თავისით დაგეხმარებიან და მიიღეთ ეს დახმარება. ნამდვილად. მოდით ერთ მკვლელ თემასაც შევეხოთ რა არის ესეთი საკითხი რაზეც აი ხშირად ნერვიულობენ ხოლმე დედიკოები ბავშვების გაჩენის შემდეგ რომ აი მეუღლეებთან ბავშვის დაბადების შემდეგ ხო არ შეეცვლებათ ურთიერთობა რაღაცა სხვა ეტაპზე ხო არ მოაკეთებთ კი აი რაღაცა სხვა ეტაპზე გადადიან და გონიათ რომ რაღაცა სხვანაირად უნდა იყოს ყველაფერი ასე არის რეალურად. იცი რა არის ეს შპოთი მართლა არსებობს ნახე ჯერ იწყება იქიდან რომ ვიზუალურად შენი თავი არ მოგწონს. ანუ მე ჩემ გამოცდილებას ვამბობ. ანუ სარკეში რო იყურები ხედავ რომ ის არაფერი შეცვლა და ისევ რაღაც იმ ფორმის ადამიანი ხარ რომელიც არ მოგწონს და არ გინდა. ჯერ ეს ფორმის ცვლილება, მერე დეპრესია რომელიც გიტევს და რომელიც შენს თავს გაკარგვინებს. მერე ეს შიშები და აი ამ გადამეტებული შიშისგან რომ აი ბავშვზე ზრუნვის გადამეტებული შიშისგან პანიკაში ვარდები და აი ამ პანიკით ძალიან უქმნი დისკომფორტს. შენ გგონია შენს პარტნიორს. მე ის რომ მისთვის დრო არ აგაქვს რომ რაღაცა მომზადო ლამაზი სადილი თუ გემრიელი თუ დაპატიჟო თუ დაგპატიჟოს და წახვიდეთ. ანუ რაღაცები იცვლება რაც ხო მანამდე არის თუ მეგობრებთან დადიხართ თვალს რაღაც გონია რომ ეს ყველაფერი გაქრება და ეს ყველაფერი არ არის. მე სფონია შეგრძნები, მაგრამ ესეც ჩვენი ის არის პერიოდის ფიქრები, იმიტომ რომ ეს რეალობას არ შეესაბამება. იმ დროს შენი მეუღლისთვის ხარ ყველაზე სასურველი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ძვირფასი ადამიანი, რომელმაც აჩუქა ყველაზე ძვირფასი მის ცხოვრებაში მართლა, ანუ რაღაცა საოცრება, რომელსაც ზუსტად ისიც ისე აღიქვამს, როგორც შენ, ანუ რაღაცა ღმერთის საჩუქრად, მომავლის იმედი, გაგრძელების აზრი თუ აი როგორც არის შვილი, რა ვიცი, აი რა დავარქვა, ისიც ამ ყველაფერს ესე აღიქვამს, აი ამ საჩუქარს შენგან რო აღიქვამს, უფრო მეტად უყვარდები, უფრო მეტად ზრუნავს და ანუ ის მითები, რასაც ჩვენ ვიგონებთ, ეს ყველაფერი არარეალურია, იმიტომ რომ მართლა არც ერთი წამი მიუხედავად იმისა, რომ მე მქონდა ეს შეგრძნებები და მქონდა ამასთან დაკავშირებული განცდები, მქონდა რაღაცა გადაჭარბებული ემოციები, რომელსაც თავს ვახვევდი, ხო, ჩემს მეუღლეს, ანუ მისგან არასოდეს არც ერთი წამი არ მიგწნია, რომ ან დავიღალე, ან მეტი აღარ შემიძლია, ან წადიბიძია შენს გზაზე და შენს გზაზე ან რაღაცა, რაც თავისუფლად შეიძლება და დამერწმუნეთ ეთქვა, არა. პირიქით ყველაფერს იღებს, ყველაფერი იცის, ყველაფერს სიყვარულით იღებს და ანუ ყველაზე ლამაზი ხარ მისთვის მაშინ და ყველაზე ძვირფასი ხარ. სხვათა შორის ლაქტაცია რო ვახსენეთ, ლაქტაციის პროცესში და აი ამ ელექტრო დამხმარის პროცესშიც სულ მინდოდა რომ კახა ყოფილიყო ჩემს გვერდით. თან ძალიან მერიდებოდა რომ ახლა ყოველწუთას კახა აი იმ დროს რაღაცა ლაქტაციის პერიოდში როცა ამბობენ რომ დედა და შვილი სხვა რაღაცა ფაზაში გადადიან და სხვანაირი ინტიმი აქვს და ცალკე გარემო უნდათ. აი მე მინდოდა რომ აი აქ კახაც ყოფილიყო და აი აქ სადღაც მეგრძნო რომ ისიც ამ პროცესში ჩემთან არის და მარტო არ ხარ რაც მარტო არ ვარ და ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და ეს კიდე რაღაცნაირი უფრო საოცარ
მოხსას ხდიდა აი ამ პროცესს და მიხარია რომ კიდევ მელოდება ეს ყველაფერი რომ უნდა გავიარო. ამიტომ მთელი გულით მინდა გოგოებს კიდევ ერთხელ მიცერჩევა რომ ეს ყველაფერი ჩვენი ფანტაზიებია და რეალურად ადამიანი რომელსაც ძალიან უყვარხართ და რომელსაც უჩეთ შვილს და ისევ სასურველები ხართ. იმაზე მეტად სასურველები ხართ, იმაზე მეტად ლამაზები ხართ და იმაზე მეტად მოგითმენენ და აიტანენ ყველაფერს, იმიტომ რომ იციან რომ ეს ყველაფერი გმირები ვართ და ჩვენ გავიარეთ და ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი მდგომარეობა, ეს არის სულ სხვანაირი სხვა ემოციური მდგომარეობა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ყველა სტატიას ვუგდებდი. მშობლები შემდგომი დეპრესია, არ მართება ამ დროს ქალს. ანუ მაინც ინფორმაციას რატო კიბის ქალი, რატო გადადის ჭრი და ყველაფერს ვაწოდებდი, რომ ეს მე მარტო არ ვარ, ეს არის ფიქროს, რომ მარტო მე მემართება ეგეთი რაღაც და ეს საინტერესო იდეაა, ზოგადად ანუ დედიკოებს ეს საინტერესო ინტერვიუებიც დევს, სტატიებიც დევს, რომელსაც იცნობენ, მარტო თვითონ არ უნდა გაეცნონ ამ სტატიებს, რა თქმა უნდა, მეუღლეებსაც უნდა გაეცნონ და ჩახედონ ამ ყველაფერში, იმიტომ რომ როდესაც მაინც ადამიანი მომზადებელი ხდება ამ ყველაფერს, ცოტა მისთვისაც რთულია და უცნაურია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენც რაღაც მომენტში რაღაც ეტაპებს და ნაბიჯებს რო გადავდგამთ, დავანახებთ, წავაკითხებთ, გონია რომ ესე მომზადებლები და აი ესე არ დახსოვებიან. სადაც ხა იმდენი ბლოგები არსებობს, იმდენი აი ყოველი მეორე ვიდეოს შეხვდები, ან გასწავლიან როგორ უნდა იყოს კარგი დედა, ან ბავშვს როგორ უნდა მოექცე გაჯეტებთან, როგორ უნდა ურთიერთობა უნდა ქონდეს მშობიარობის დროს, როგორ უნდა იყოს ეს ყოველი მეორე ვიდეო, რა ვიცი, ეგეთია და მამაკაცის ძალიან სხვა ინფორმაცია დევს, რომელიც გამოყენებას დღეს ისედაც წყვილები უფრო სხვანაირად მომწიფებულები არიან, ერთნაირად არიან ჩახედული ამ თელს რთულ პროცესში, ვიდრე ადრე იყო. კი, ნამდვილად გეთანხმებია. მამის როლი საკმაოდ გაზრდილია, ესე ვთქვათ და სხვანაირია ეხლა. გათანაბრებულია, აღარ ქვია მამის როლს შვილის ცხოვრებაში, აღარ ქვია უკვე დედის დახმარება. და მას ზუსტად აქვს ახმული როგორც საკუთარი მოვალეობა და საკუთარი სიამოვნება, რომ მის შვილს ზრდის და ეს ძალიან მომწონს პრინციპში. მეც ასეთი მამა მყავდა და ისიც ზუსტად დედასთან იყო ჩართული ჩვენ სამი ქალიშვილის აკრძალში და პრინციპში ამას წინა დედაჩემს უთხარი რომ არც ერთი ზღაპარი არ მახსოვს როდის წაგეკითხავს ჩვენთვის ღამე ანუ ჩემთვის ღამე ზღაპარი და ძილი პირდაპირ მამასთან ასოცირდება და შესაბამისად სულ ვოცნებობდი მეც რომ ესეთი მამა ყავდა ჩემს შვილებს და იმას გეთანხმები ზუსტად იგივე სიტუაცია იყო ჩემთანაც თანაბრად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი თუმცა იმ ქალბატონებს ვინც მარტო ხელადედები არიან და იმ ქალბატონებს ვისაც არ ყავთ აი ძალიან კარგი საკითხი არის ეს ვუთხრათ რომ ეს ყველაფერი იდეალურად შეუძლია გაიარონ მარტო იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ღვთისგან უდიდესი ძალა მოცემული რომელიც ყველაფერს გვაკეთებინებს მით უფრო როცა ჩვენს კლავებში აღმოჩნდება ჩვილი ამიტომ არ მიცეთ რაღაცნაირი мотиваცია ეს ყველაფერი კარგია და მათაც იციან რომ ხა თუ ვიღაცა ეხმარება და არსებობს შენ ცხოვრებაში ხომ კარგი მაგრამ თუ ხელს გიშლის ან რაღაცა მოხდა ისეთი რომ არ ყავთ გვერდით მაინც ყველაფერს გაივით და შეძლებთ იდეალურად და შეგაძლებინებთ ეს ბავშვი ნამდვილად ამისათვის არსებობენ კიდევ ერთხელ სპეციალისტები მეგობრები ახლობლები და ნამდვილად არ არიან ეს ადამიანები მარტოები წინელოდებათ ძალიან მაგარი მათი შვილის ძალიან მაგარი მომავალი და ასე რომ კი ნამდვილად ყველა ეტაპი მერე ისეთი ბედნიერების მომტანია რომ აღარც გახსოვს ის შენი შეგრძნება აღარ გახსოვს მარტო ხარ თუ იმეს და მართლა და აი მართლა ძალიან ბევრჯერ ყოფილა რომ აი რაღაცა კომენტარი წამეკითხავს რომ ეს ისევ ძალიან გასუქთა თუ როგორ რაღაცა უარესი კიდე მაგრამ აი საერთოდ გულთან არ მომდის ეს ყველაფერი ადრე როცა ჭარბწონიანი ვიყავი ეგეთი კომენტარი რომ წამეკითხა ალბათ არ ვიცი აი ახლა იმდენად სრულყოფილი ვარ და იმდენად ბედნიერი ვარ და იმდენად თურმე დედობა ყოფილა ჩემთვის ის რაღაცა ეტაპი რომელიც ასე ძალიან მინდოდა რომ 35,000 ხარისხოვანია რაწონის ვარ ახლა მე იმ ბედნიერებასთან შედარებით რასაც მუცლით და ხმელეთს მოკლედ ჩვენი პოდკასტი ესე ვთქვათ დასასრულს მივუახლოვდა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა შენი რჩევებისთვის, სტუმრობისთვის და მინდა რომ 1-2 სიტყვით ახალგაზრდა დედიკოებს ან თუნდაც იმ დედიკოებს, რომლებიც ახლა ელოდებიან პატარა ბავშვებს, რამე რჩევა მისცე, რომ ურჩათ როგორ შეიძლება მოიქცნენ, რას მიმართონ, რა გამოიყენონ, აი პატარა რჩევები რომ გავუზიაროთ.
პირველ რიგში მინდა ვუთხრა, რომ თუ მათ ექნებათ ეგ სირთულეები, რაც მშობიარობის შემდგომ მოდის და დეპრესია ქვია, იცოდეთ, რომ ძალიან მალე გაგივლით, ძალიან მალე შეგეცვლებათ ძალიან კარგი და ბედნიერებაში შეგრძნებებით და ეს ყველაფერი დროებითია და ის სულ ცოტაც მოითმინეთ, ეგრე უთხარით საკუთარ თავს. მე ვეთყვი, რომ ეს შიშიც, ეს სტრესიც, რომელიც მოდის, რომ რაღაცეები შეიძლება არ გამოგივიდეს, ეს ყველაფერიც თქვენი შეგრძნება და ფანტაზია, იმიტომ რომ არ არსებობს თქვენზე უკეთესი დედა და არ არსებობს თქვენზე უკეთ ვინმე მიხედავს თქვენს შულს, იმიტომ რომ არ ვიცი ეს უნარები საიდან გვეძლევა დედებს, მაგრამ პირველივე წამიდან იცი პამპერსი როგორ ჩააცვა, როგორ გამოუცვალო საფენი უკაცრავად, როგორ აჭამო, როგორ დააწვინო, როგორ ამოაქარვოს, როგორ დაბანო, არ ვიცი ესენი საიდან იცი, მაგრამ ყველაფერი იცი და ყველაფერი იცი იმაზე კარგად, ვიდრე პროფესიონალმა ასშვილ გაზრდილმა დედამ შენი შვილისთვის. ამიტომ ეს შფოთი და ეს ნერვიულობა და ეს ხელვა ყველაფერი ძალიან მალე გადაექცევათ უდიდეს ბედნიერებად და ამიტომ ამაზე ფიქრი ისედაც ყველა დედას გვაძლებინებს ყველანაირ პრობლემას და გვაძლებინებს და ახალგაზრდა დედებსაც ვეთყვი ამას, რომ ყველაფერი ძალიან მალე გაივლის. მადლობა კიდევ ერთხელ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი იყო ნანუკა გულუა, საოცარი დედა, რომელმაც ესე გულწრფელად გაგვიზიარა თავისი ემოციები, გამოცდილება ძუძუთი კვებაზე, ლაქტაციაზე და ასე შემდეგ ბევრ თემებზე გვესაუბრა ნანუკა. კიდევ ერთხელ მადლობა. ანუ მინდა უთხრა ყველა დედიკოს, რომ თქვენ მარტო არ ხართ, ეს ემოციები მარტო თქვენი არ არის, თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენს მეგობარს, მიმართოთ პროფესიონალებს და აუცილებლად იპოვით თავს და იპოვით იმ გამოსავალს. შეიძლება ჯერ კიდევ ბევრი კითხვა გრჩებათ და ეს ძალიან ბუნებრივია. დედობა არ არის ინსტრუქცია, ეს არის გზა, რომელიც უნდა გავიაროთ. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ ვართ აქ დედები, პედიატრები, სტუმრები, სპეციალისტები. ეს არის სივრცე, სადაც განცდების საერთოა და თქვენ ხმას გაიგონებენ. გმადლობთ, რომ იყავით ჩვენთან ერთად დედების პოდკასტში. გამოიწერეთ ეს არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი ეპიზოდები და არ დაგავიწყდეთ. თვალი ადონოთ ჩვენს გათამაშებას, რომელიც ყოველ გადაცემაში გაჩვენებთ სასიამოვნო სიურპრიზებს. შევხვდებით მალე ისეთ თემებზე, რომელიც გულში გვაქვს და ხმამაღლა არ გვითქვამს.